ძვირფასო მეგობრებო, დღეს დავით აღმაშენებლის დღეა და ჩვენ ვიმყოფებით ბიძინ გადამშენებლის ჭიშკართან, რომელმაც დიდი მეფის მიერ 900 წლის უკან გარეკილი არაბები უკან შემოატრიალა და შეუდგა ჩვენი ქვეყნის მასობრივ არაბიზაციას, სადაც ქართველთა ადგილი მისი გაანგარიშებით აღარ უნდა დარჩეს. შესაბამისად, ჩვენი ხალხის ნებით და ლეიბორისტული პარტიის გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილს მიენიჭა ქართველთა გამანადგურებელ და დამარბებელ მურვან ყრუს საპატიო სიგელი. აგერ ამოუტანეთ და ამას დაუტოვებთ თავისი კარიბჭის კიდესთან. მასობრივად მიდის ქართული მიწის გაყიდვა და გასხვისება არაბული ქალაქებისა და დასახლებების შესაქმნელად. ქართველთა რაოდენობამ პირველად 1000 წლეულებში დაიწია 50%-ზე დაბლა, რასაც საგულდაგულოდ გვიმალავენ. ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი, პრობლემა დგას მეგობრებო და ყველა მთელი ერი დიდი ან პატარიანად პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად უნდა გაერთიანდეს აი ამ საშინელების დროზე მოსაცილებლად, რადგან დრო არ მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ და ყოველდღიურად დააქრიან ივანიშვილის მსტოვრები არაბთა ემირათებში, ყატარში, კუვეითში, საუდში იმისათვის, რომ მასობრივად და მსუყედ გაასხვისონ ქართული მიწა, ასეულობით ჰექტარი სავარგული უკვე გადაცემული არაბ კომპანიებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ აი აქედან ვაფრთხილებთ არაბული ქვეყნის მეთაურებს და დაინტერესებული კომპანიების ხელმძღვანელებს. ივანიშვილის რეჟიმი საერთაშორისო სამართლებრივად აუღიარებელი, უკანონო, არალეგიტიმურია და მის მიერ დადებული კონტრაქტები, მათ შორის ქართული მიწების გასხვისებაზე, არის იურიდიული ძალის არმქონე და ის რეჟიმის შეცვლისთანავე იქნება გაუქმებული, ხოლო ამ კომპანიებს შერჩებათ ზარალი და წაგება. ჩვენ არ დაუშვებთ საქართველოს არაბიზაციას. ეს გაიგოს ყველამ, მტერმა და მოყარემ. მეგობრებო, გამოფხიზლდით, გამოიღვიძეთ, გამოდით გარეთ, ქუჩებში, მოედნებზე, მასობრივი პროტესტი. ეს არის გზა იმისათვის, რომ დავამთავროთ ბიძინა გადამშენებლობა, არაბიზაცია და ქვეყნის მოსპოვის მცდელობა, რომელიც აუცილებლად უშედეგო იქნება. დიდი მადლობა.